თან დაკავშირებით, რატომ ახლა, რატომ მიუბრუნდა 1 წლის თავზე ქართული ოცნება აი ამ კანონ პროექტს, რაზე აქვთ გათვლა, რა არის მთავარი мотиваცია, როგორ ფიქრობთ? დიახ, მოგესალმებით, ანა, მადლობა, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემის აზრით არის არაპოლიტიკური გადაწყვეტილება, მხოლოდ რომელიც მიიღო ბიზინა ივანიშვილმა და გახმოვანდა სხვების მიერ, ის ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური კატეგორიებით არ ხელმძღვანელობს. აი ესეთი რაღაც ნახევრად მაფიოზური, კრიმინალური კატეგორიებით იღებს გადაწყვეტილებებს, ჯელობს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ის ფიქრობს, რომ ის არის დამცირებული. არა ფიქრობ, ჩემი პოზიცია ასეთია, ივანიშვილი ყველაფერთან ერთად ის ფიქრობს, რომ არის დამცირებული შარშანდელი მარტის თვის მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც მან თავისი ვერ გაიტანა. და უნდა რომ აი ეს იშტა, რომელიც მას ჰქონდა, ეს რაღაცა წადილი დაიკმაყოფილოს და შური იძიოს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას მარტის შვიდობიან აქციებში, სამართლიან აქციებში, რომელიც მერე ქართულმა ოცნებამ გადაზარდა ძალადობრივ აქციებში და შური იძიოს, რევანში აიღოს. ეს ბოღმა მას დღემდე აღჭობს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური мотиваცია და პოლიტიკური მიზანშეწონილობა მას, რა თქმა უნდა, ასევე აქვს. ის ფიქრობს, რომ თავისუფალი სიტყვა, ნორმალური პოლიტიკური გარემო, თუმცა ძალიან შორსვა ნორმალური პოლიტიკური გარემოდან, ხო? თუ კი იქნება ამ ქვეყანაში, მას უბრალოდ შანსი ვერ ექნება მიმდინარე წლის არჩევნებზე. და ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო ფონდები, იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული ფონდები, თუ კი დახარჯავენ გამჭირვალედ და ხარჯს დაუჭერენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა ჯგუფებს გააძლიერებენ, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, რომ დემოკრატიის ხარისხი იყოს დაცული და მომავალში გაუმჯობესებული და ასე შემდეგ. საფრთხე არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის და ამით არის განპირობებული სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს. ქარაფშუტულად იმედოვნა ივანიშვილმა, რომ შეიძლება იგივე რეაქცია საერთაშორისო არ მოყოლოდა და მათ შორის ადგილობრივ საზოგადოებასაც გულის, ხო? შესაძლებელია, ტყუილად გონია ხოლმე ჩვენ პერიოდულობით, რომ ივანიშვილი სკრუპულოზურად ყველაფერს თვლის. მან ალბათ ისეც იფიქრა და ქარაფშუტულად იფიქრა, რომ მეორეჯერ მსგავსაკითხს აღარ მოყვება იგივენაირი პროტესტი. მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობთ პარტია ახალი, რომ გაცილებით მაღალი ხარისხის პროტესტი იქნება და როდესაც მაღალი ხარისხის პროტესტი იქნება, ვამბობ, გულისხმობ სხვადასხვა ტიპის პროტესტი უკვე დაწყებულია, ხო? პროტესტი არ იგულისხმობ მხოლოდ ქუჩის პროტესტი. და ევროკავშირის წარმომადგენლება ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ ევროკავშირში ვერც ერთი წევრი სახელმწიფო დამატებით ვერ გაწევრიანდება, სადაც ეს კანონ პროექტი იქნება კანონად ქცეული. ის რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას გსურს ვიყოთ ნაწილი სრულფასოვანი ევროპული ოჯახის არის ძალიან კარგი და თითქოს ამას აყვებიან ხოლმე. ხმაშეწყობილად ქართული ოცნების მოლაპარაკე თავები, ესე რაღაცნაირად არა გულწრფელად, მაგრამ ძალიან კაფიო განცხადებები გაკეთა უკანასკნელი დღეების განმავლობაში. შეუძლებელია ამ კანონის მიღება და ევროკავშირში პოტენციური წევრობა იყოს შესაბამისობაში მოყვანილი. მაშასადამე ხახნო. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელზეც უნდა კონდეს სწორი რეაქცია, რასაც ვისმენთ ხოლმე ქართული ოცნების მხრიდან, რომ იცით რა, ეს კანონ პროექტი არ შეეხება თურმე ფერმერს, არ შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და შეეხება სხვა რამდენიმე უბრალოდ ვიწრო ჯგუფებს. ამ დებატებში და დისკუსიაში შესვლასაც აღარ აქვს აზრი, როდესაც კაფიოდ არის ნათქვამი, მიიღება ეს კანონი, კანონად იქცევა კანონ პროექტი, შეუძლებელია გაწევრიანებაზე ღია მოლაპარაკებების დაწყება. და ამას არ ამბობს პარტია ახალი, მისი რომელიმე ლიდერი, მისი რომელიმე წარმომადგენელი, ამას არ საუბრობს არც ერთი ლიდერი პარტია ახალი საარჩევნო ნომერი 4-ით, ხო? დიახ, ჩვენ ვციტირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებზეც არის დამოკიდებული, დიახაც ბევრი რამ. ჩვენზეც არის დამოკიდებული, მაგრამ
მათზეც ბევრი რამაა დამოკიდებული და ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ის სტანდარტი, რომელიც არის ამ დიდ ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად, უნდა იყოს დაცული ყველა მიმართულებით. იქნება ეს მართლმსაჯულება, იქნება ეს დემოკრატიის ხარისხი, სიტყვის თავისუფლება, ელემენტარული სტანდარტის დაცვას ითხოვენ და ამისათვის არაერთი თვე დაიხარჯა, რომ ქართულ ოცნებას გაეგო, რომ მნიშვნელოვანია ჯერ 12 პუნქტის შესრულება, ამის შემდეგ 9 დათქმის აღსრულება, მაგრამ ყოველ ჯერზე ყრუ კედელი ხდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ძვირფასო მაყურებლებო, მშობლებო, შვილებო, მეგობრებო, ძალიან გულწრფელები უნდა ვიყოთ. ჩვენი ისტორიული მიზნის მიღწევას აღსრულება არ უწერია ქართული ოცნების პირობებში. და ეს ისტორიული მიზანი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გახდომა. არ უწერია. მათი სურვილი არ არის ჩვენ ვიყოთ ცივილიზაციის ნაწილი. რატომ? მარტივი ახსნა აქაც. შეუძლებელია რომელიმე ცალკე აღებულმა ოლიგარქმა და ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცოს და მიტაცებული შეინარჩუნოს თუ შენ ხარ თანაზიარი დიდი დასავლური ევროპული ოჯახისა. და ეს არის და ეს და როდესაც საუბრობენ რომ იცით რა თურმე გაუმჭირვალი არის დასავლური ამერიკული და ევროპული ფონდები ესეც ხომ ძალიან დიდი ცინიზმია ჯერეთიც ყოველი ალბათ ცენტი ალბათ ყოველი ევრო ყოველი დოლარი აღწერა ხდება თუ კი რამე და ვინმე არის გამჭირვალი ეს არის ევროპული და ამერიკული ფონდები ხო ეს ხო და პრიმაკოვის ფონდი ხომ არ არის არა მათ უნდათ უბრალოდ ეს არხები აღარ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისევე როგორც 2012 წელს რუსეთში როდესაც მსგავსი კანონ პროექტი კანონად გადააქციეს დროთა განმავლობაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთში ეტაპობრივად შეწყვიტა უბრალოდ ოპერირება არსებობა ეტაპობრივად და 2020 წელს იქამდე მივიდა ის კანონი რომელიც 2012-ში მიიღეს რომ ფიზიკურ პირებზეც ვრცელდებოდა და საკმარისია რომ აი ეს ნაბიჯი გადავადგენებინდოთ ივანიშვილს რომ მე რაიმდა სხვადასხვა ტიპის შესწორებების შეტანას კანონში რაღა დაუდგება წინ მაგრამ ვერ მოხდება ეს ძვირფასო მაყურებლებო ვერ მოხდება შარშან მარტის თვეში შეთქმულება არ მოუწყვია ქართველ ხალხს რაღაც ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველანი ერთად არ გადავირიეთ და არ გამოვედით ქუჩაში ორგანიზებულად ხო ვიგრძენით საფრთხე ისტორიული საფრთხე რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივებს და გამოვედით და ასევე იქნება ახლაც ეს მოლოდინი გაქვთ ნიკა რომ რა თქმა უნდა ჩვენ ეს მოლოდინი გაქვთ ეხლაც რომ მოქალაქეები მისით გამოვლენ გარეთ რაღაცა ყოველგვარი ორგანიზების გარეშე? ჩვენ ეს პროტესტი დაწყებულია, იმიტომ რომ ამ კანონის მიღება გავიმეორებ ნიშნავს, რომ შენ უარს ამბობ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც კი და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული და რომელიც მოემსახურება მიზანსა და შედეგს. აი ამ ყველაფერზე იქნება ორიენტირებული და ჩვენი პარტია ახალი საარჩევნო ნომერი 4-ით, რომლებიც ვიასპარეზებთ მიმდინარე წელს, მიზანი და ამოცანა, შედეგზე ორიენტირებულ ამოცანაზე როდესაც ვსაუბრობ, არის რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს იმ დაგვარად, რომ არათუ შანსი აღვიდგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ, სადაც პარტია ახალი საარჩევნო ნომერი 4-ით მომდენო წლებში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს. და დიახაც, ახალი სიტყვაც ითქმება, ახალი მიდგომებიც დაინერგება. ახალი ძალიან გულწრფელი პოლიტიკის და მორალური პოლიტიკის გატარების მომსწრენი გახდებით თქვენ პარტია ახალის და მისი წარმომადგენლების მიერ მომდენო თვეებისა და მომდენო წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი არ ჩაივლის უკვალოდ და ხა თუ გონია ხა ივანიშვილს რომ წაგვართმევს ამ შესაძლებლობას რომ მე უბრალოდ
ფუნქციონირებასაც როგორც პარტიის აზრი აღარ ქონდეს, როგორც ჩვენი ასევე ნებისმიერი სხვა განსაკუთრებით პარტნიორი ოპოზიციური პარტიებისა, ხო, ეს თავშივე განწირულია. უბრალოდ ივანიშვილი, მე ვფიქრობ, ძვირფასო მაყურებლებო, კიდევ ერთხელ ხომ ბევრ რამეში დავწმუნდით უკანასკნელ დღეებში, როდესაც ერი ბედნიერია, მაშინ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერი გახადოს უბედური. და მართლა ბედნიერები ვიყავით მთელი 8 დღის განმავლობაში, ხო? ხარობდით. უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მინახავს დიდი და პატარა ასე ერთსულოვნად გახარებული გაგრძობადათ, ხო? ეს ადამიანი არის ივანიშვილი ბუზი მალამოში, კაცო. ეს ადამიანი არის ბუზი მალამოში, სულ რო ელდორადო იყოს აქაურობა, სულ რო ყველა გახარებულები ვიყოთ, სულ რო ოპტიმიზმით გამსჭვალულები ვიყოთ, ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი საკუთარი წარმომადგენლებთან ერთად, რომ ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს კი დაგვიკარგოს. ბედნიერები არ ვიყოთ, იმიტომ რომ ბედნიერება, ოპტიმიზმი, ხალასი, სიხარული, ეს ყველაფერი არის წინააღმდეგობაში მოსული მის პოლიტიკასთან. აქ რა არის 2x2 4-ია, რომ ეს ვითარება ასეთი არის, რასაც მე ახლა ვცდილობ რომ აღვწერო საზოგადოებას. ესენი ეუბნებიან ანა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც ჩვენთვის უნდა რამე თუ უნდა. მათ ის ყველაფერი აქვს, დამოუკიდებელი სასამართლოც აქვს და ეკონომიკაც აყვავებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეუბნებიან, რომ იცი რა, სკოლის აშენებას თუ დააპირებ და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას თუ დააპირებ, იქ მე ხელების ფათურს არ დაგიწყებ. მოდი ააშენე. მაგრამ თუ სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა დააპირებ, თუ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას მიზნად დაისახავ, აი იქ უკვე ყოველი დახარჯული ცენტი და ევრო ძალიან სკრუპულოზულად უნდა იყოს შესწავლილი. მაპატიეთ ეხა ერთ კონკრეტულ ამერიკული პროექტის ფარგლებში ასობით სკოლა რეაბილიტირდა, ხო? და ახლა ეუბნებიან, რომ იქ პრობლემა არ არის. მე იქ არ დავიწყებ შემოწმებას და ლუპით ყურებას. მაგრამ თქვენ თუ გაბედავთ და მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სიტყვის თავისუფლების როგორც გარანტიის, ასე ვთქვათ, როგორც გარანტორებზე ხარჯავთ, ქვეყანაში იყოს სიტყვის თავისუფლება, აი იქ უკვე მე მწუხდები და უნდა ვანახოთ რა ხდება. და მოსატყუებელი კბილი მოიცვალა ყველა. არ გამოვა. მოკლედ რაც მე არ მაწყობს ამაში ფულს თუ გადაიხდი, გავაკონტროლებთ კანონის დონეზეც დაახლოებით ესეთი არის ხელისუფლების გზავნილი, ხომ? აი რაც ახსენით ახლა რაც განმარტეთ თქვენ ნიკა, იგივე სიტყვის თავისუფლების, იმიტომ რომ კაფეოდ მიჯნავენ რომ შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეეხება მედია ორგანიზაციებს. დანარჩენი ყველა თავისუფალი ხართ აი ამ კამპანიას ატარებენ ახლა ხელისუფლება. კი, მე უტრირებული მაგალითი არ მოვიყვანე. მე უბრალოდ მართლაც მოვიყვანე რეალური მაგალითი, კონტრასტული მაგალითი, რას ეუბნება ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ივანიშვილი. სკოლას თუ ჩაუტარებ რეაბილიტაციასო დამატებით, მე იქ არ წუხდებიო, თუ ისევ დამატებით რომელიმე ისტორიულ შენობა-ნაგებობას რეაბილიტაციას ჩაუტარებ, არ ვიცი, კონსტრუქციულ და არქიტექტურულ რეაბილიტაციას, აქაც არ ვდარდობ, რომელიმე ეკლესია თუ იქნება რეაბილიტირებული, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ მაგალითად თუ მედია საშუალებები იქნება დაფინანსებული გამჭირვალე და ეს პრობლემა არის. აი ამას საუბრობთ და ვინ საუბრობს გამჭირვალობას, როგორც სიტყვას, როგორ ახსენებს თავმოყარეო ხელისუფლებას, სად არის თავმოყარეობა იქ? ქვეყნის პრემიერი მინისტრი თითქოს პენსიონერ მამისგან იღებს ფულს, რომ ჩარტერული რეისი დაიქირავოს და ოჯახის წევრი გადააფრინოს ოკეანის გადაღმა. ხახნო 150,000 ლარზეა საუბარი. დაუმჭირვალ და უბრალოდ ამას კოსტუმში გამოწყობილი პრემიერ-მინისტრი, აწუხე ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღემდე საუბრობს სრული სერიოზულობით, რომ უნდა დავუჯეროთ. და სად არის რა გამჭირვალობა? და ყოველი თეთრი და ლარი იღარჯება, ან თუ შენ არენდობი შენს პარტნიორს ამერიკელს და ევროპელს, იმიტომ რომ პარტნიორობა და დაფინანსება ეფუძნება კონკრეტულ მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ხო?
საქმიან ურთიერთობებს, სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, შენ თუ არ ენდობი შენს ამერიკელ და ამ შემთხვევაში მოდი ვისაუბროთ ევროპელ პარტნიორებს, ევროპული ფონდებისგან, მაშინ თანხა რა გინდა და თუ არ გინდა, მაშინ რატო აკეთებ განაცხადს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე? აქაც არის პასუხი, ჩემო ანა. მათ ხომ გახსოვთ, საკუთარი ნებით განაცხადი არ შეუციათ შარშანს. კი ბატონო. მოუწიათ მათ განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. აი აქ არის ძალიან მარტივი პასუხი და ნუ დავიბნევით. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც არის ქართული ოცნება, სადაც არის კალაძე, სადაც არის კობახიძე, სადაც არის ივანიშვილი და ფარცხალაძე, იქ არ იქნება არასოდეს ევროკავშირი. ეს არის 2x2 4. სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჭირდება ცვლილება და ცვლილება ჭირდება დემოკრატიული ოპოზიციური ძალების მიერ. და ეს მოხდება და ვერც ნიჰილიზმით და ვერც სასოწარკვეთით. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი არის ფონად დღეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მას იმედოვნების შესაძლებლობას არ მისცემს. კი ბატონო. არ მინდა ვიყო ძალიან ჭახე განცხადებებში, კონკრეტულ მოცემულ ვითარებებში ვიქნებით ადეკვატურები, ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა, ისეთივე აქტიურები, როგორებიც უნდა ვიყოთ და აქ პოლიტიკოსები, არასამთავრობო საზოგადოების წარმომადგენლები, მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აი აქ ზღვარი მათ შორის იშლება. რა თქმა უნდა, წელს მიმდინარე წელს არის არჩევნები, სადაც საბოლოო წერტილი უნდა დაესვას ქართული ოცნების ხელისუფლებას და უნდა გახელისუფლდეს სხვა დემოკრატიული ოპოზიციური ძალები კოალიციურად და მე ეს ჯერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხედ აკრეფილების შევხედავთ რუსული კანონ პროექტისთვის ხორცის შესხმის პროცესს. მადლობა. ეს ვერ მოხდება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნიკამელიას მუსმენდით პირდაპირ ეთერში პარტია ახალის ლიდერი, ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო სწორედ დღის ამბების სტუმარი და ახლა უკვე სტუდიაში სტუმართან